1918 წლის 11 ნოემბერი. პირველი მსოფლიო ომის საომარი მოქმედებები დასრულდა. 4 წლის განმავლობაში მსოფლიომ ნახა ისეთი მასშტაბის განადგურება, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იყო. თითქმის 20 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ამდენივე დაშავდა. ევროპის პოლიტიკური რუკა შეიცვალა, ძველი იმპერიები დაინგრა. მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საკმაოდ რთული ნაწილი წინ იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ომის შეწყვეტა და მშვიდობის შექმნა ორი განსხვავებული რამაა. ომის დროს მთავარი კითხვა იყო, თუ ვინ გაიმარჯვებდა. 1919 წელს კი დაისვა შემდეგი კითხვა. როგორი უნდა იყოს მსოფლიო ამ ყველაფრის შემდეგ? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიკრიბნენ მსოფლიო ლიდერები პარიზში. ვერსალის ხელშეკრულება ხშირად მხოლოდ როგორც პირველი მსოფლიო ომის დასრულების დოკუმენტი გვახსოვს. რეალურად კი ის იყო მცდელობა შეიქმნათ ახალი საერთაშორისო წესრიგი. მართალი ხარ, ანა, ვერსალი მხოლოდ ომის დასრულების დოკუმენტი არ ყოფილა. ეს იყო პირველი დიდი მცდელობა, რომ განესაზღვრათ, როგორი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო წესრიგი იმ სამყაროში, სადაც ძველი იმპერიები დაინგრა და აღარც უწინდელი ძალთა ბალანსი არსებობდა. და ამ შეთანხმებამ, როგორც აღნიშნე, ნამდვილად შეცვალა ევროპის რუკა. სწორედ ამიტომ, ვერსალის განხილვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ ისეთი მშრალი კითხვით, როგორიცაა ვინ და რა მიიღო. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ხედვა ჰქონდა თითოეულ მხარეს იმ სამყაროზე, რომლის შექმნაც სურდათ. და ალბათ ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ამბობდნენ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამ სიტყვაში ერთსა და იმავეს არ გულისხმობდნენ. მოგესალმებით ჯევროლუციის გლობალურ სივრცეში. ეს გახლავთ ადგილი, სადაც განვიხილავთ საერთაშორისო არეალში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებს. მე გახლავთ ანა ჯიჯავაძე და ჩემს თანაწამყვან მარიამ ექვთიმიშვილთან ერთად დღევანდელ გადაცემაში გესაუბრებით დიპლომატიის ყველაზე რთულ გამოცდაზე. მოგესალმები, ანა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. იმედი მაქვს დღევანდელი ეპიზოდი საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდება ჩვენი აუდიტორიისთვის. წინა ეპიზოდში გაეროს დიპლომატიური სამზარეულოს განხილვის შემდეგ, დღეისათვის გავიხსენებთ ზავს, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას სცადა, თუმცა თითოეული მხარისათვის განსხვავებულ ისტორიად დარჩა. იმის გასაგებად, თუ რატომ იყო ვერსალი ასეთი რთული, უნდა გავიხსენოთ, როგორი სამყაროდან მოდიოდნენ დიპლომატები დიდ დარბაზში. პირველმა მსოფლიო ომმა დაასრულა 4 იმპერიული სისტემა: გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და რუსეთის იმპერია. ანუ პარიზში მხოლოდ დამარცხებული გერმანიის საკითხს არ განიხილავდნენ. მათ წინაშე იდგა უფრო დიდი გამოწვევა. თუ ძველი იმპერიები აღარ არსებობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი მსოფლიო? უნდა ემართა საერთაშორისო ურთიერთობები ძალთა ბალანსს, თუ შეიძლებოდა ისეთი სისტემა შექმნილიყო, სადაც სახელმწიფოები საერთო წესებით იმოქმედებდნენ? ეს არის ალბათ დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი. როცა ძველი წესრიგი ინგრევა, ახალი წესრიგის შექმნისას ყველა მხარეს თავისი გამოცდილება, შიში და მოლოდინი მოაქვს. პარიზში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ხედვით ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი ჩავიდა. მისთვის პირველი მსოფლიო ომი მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების დაპირისპირება არ ყოფილა. ის მას უფრო ფართო პრობლემად აღიქვამდა საერთაშორისო სისტემის კრიზისის შედეგად. ვილსონის აზრით, ევროპული პოლიტიკა წლების განმავლობაში ეყრდნობოდა საიდუმლო შეთანხმებებს, სამხედრო კონკურენციას და სახელმწიფოებს შორის მუდმივ დაპირისპირებას. მისთვის მთავარი კითხვა იყო,
თუ მიზეზები, რომლებმაც ომი შექმნა, არ შეიცვლება, რატომ უნდა ველოდოთ განსხვავებულ შედეგს მომავალში? ამიტომ უილსონის 14 პუნქტი არ ყოფილა მხოლოდ გერმანიის დასჯის გეგმა. იგი საუბრობდა უფრო ღია დიპლომატიაზე, შეიარაღებების შემცირებაზე, ხალხთა თვითგამორკვევაზე და ერთა ლიგის შექმნაზე. საინტერესოა, რომ ამ იდეებში უკვე ჩანს ის, რასაც მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის ცდილობებში ვიხილავთ. მაგრამ აქ ჩნდება პირველი წინააღმდეგობა. შეიძლება თუ არა საერთაშორისო წესრიგი აშენდეს იდეალებზე, როცა სახელმწიფოები ჯერ კიდევ საკუთარი უსაფრთხოების შიშებით მოქმედებენ. აქ ვაწყდებით დიპლომატიის მუდმივ წინააღმდეგობას. ლიდერები ხშირად საუბრობენ უნივერსალურ პრინციპებზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც კონკრეტული სახელმწიფოების გამოცდილების, ინტერესებისა და შიშების ფონზე იღებენ. ვერსალის შემთხვევაშიც ასე იყო. ერთი მხარე ხედავდა მომავალ დასრიგს, მეორე წარსულის საფრთხეებს და საბოლოო ჯამში ორივე საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ამ საკითხზე საფრანგეთის ხედვა ცალსახად განსხვავდებოდა. და იმის გასაგებად უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ პოლიტიკურ მოთხოვნებზე, არამედ გამოცდილებაზე, რომელმაც ეს მოთხოვნები შექმნა. საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგა დაახლოებით 1.300.000 სამხედრო. დასავლეთის ფრონტის დიდი ნაწილი სწორედ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი. ამიტომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟორჟ კლემენსოსთვის მთავარი საფიქრალი იყო, როგორ უნდა შეექმნათ ისეთი პირობები, რომ მსგავსი საფრთხე აღარ განმეორებულიყო. ანუ, როცა საფრანგეთის საუბრობდა უსაფრთხოებაზე, ეს მხოლოდ დიპლომატიური ტერმინი არ ყოფილა. ეს იყო ქვეყნის გამოცდილება. 1914 წელი საფრანგეთისთვის არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი, ეს იყო ისტორიული მეხსიერება ოკუპაციის, განადგურების და დანაკარგის შესახებ. აი, სწორედ აქ იკვეთება საინტერესო განსხვავება. დღეს, როდესაც ვერსალის პირობებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ისინი დიპლომატიური პუნქტებად დავინახოთ. მაგრამ 1919 წელს ეს საკითხები უფრო კომპლექსური იყო და უკავშირდებოდა ადამიანების გამოცდილებას, ქალაქებს, რომლებიც განადგურდა, ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს და საზოგადოებას, რომელსაც სურდა პასუხი კითხვებზე. როგორ დავუწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება? ამიტომ საფრანგეთისთვის გერმანიის სამხედრო შეზღუდვები და უსაფრთხოების გარანტიები ბევრისთვის ნიშნავდა. ჩვენ ვქმნით პირობებს, რომ ეს აღარ განმეორდეს, მაგრამ სწორედ აქ იწყება ვერსალის ყველაზე რთული დილემა. და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ვერსალის, არ გაგონებს ანა ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულ ლოზუნგს არასოდეს. ნამდვილად აშკარაა, რომ მსოფლიო შესაბამებზე ვერ ისწავლა. დღესაც კი ჰოლოკოსტიდან 80 წლის შემდეგ ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას არაერთი პოლიტიკური ლიდერისგან. დიპლომატიაში ხშირად ხდება ასე. ერთი სახელმწიფოსთვის თავდაცვის მექანიზმი შეიძლება მეორე სახელმწიფომ შეზღუდვად აღიქვას. და სწორედ ასე აღიქვეს გერმანიაშიც ვერსალის პირობები. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ გერმანია არ მონაწილეობდა ხელშეკრულების ძირითად პირობების შემუშავებაში იმავე ფორმით, როგორც გამარჯვებული სახელმწიფოები. 1919 წლის მაისში გერმანიის დელეგაციას უკვე მომზადებული პირობები წარმოადგინეს. შემდეგ იყო წერილობითი შენიშვნების გაცვლის პერიოდი, მაგრამ საბოლოო შეთანხმებაში გამარჯვებული სახელმწიფოების პოზიციები ძირითადად შენარჩუნდა. ზუსტად ასეა. გერმანელების უკმაყოფილება მხოლოდ ხელშეკრულების კონკრეტულ მუხლებს არ ეხებოდა. დიდი როლი ითამაშა აქ იმ განცდამაც, რომ გერმანულ საზოგადოებაში ბევრი ადამიანი ვერ ხედავდა საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილებების თანაავტორად. გამარჯვებული სახელმწიფოებისთვის ეს იყო ომის შემდეგ შექმნილი ახალი წესრიგი. გერმანიის ბევრი მოქალაქისთვის კი წესები, რომლებიც გარედან გადაუწყვიტეს.
ამიტომ ბუნებრივია, რომ მათთვის ეს არ იყო თანაბარი შეთანხმება, არამედ პირობები, რომლებიც დამარცხებულ მხარეს დაეკისრა. აქ იყო რამდენიმე ფაქტორი. პირველი, ტერიტორიული ცვლილებები, გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები და მოსახლეობა. მეორე, სამხედრო შეზღუდვები, ხელშეკრულებას ხვდავდა გერმანიის შეიარაღებულ ძალებს და მესამე, რეპარაციები. და ასევე უნდა აღვნიშნოთ 231 მუხლი, ცნობილი როგორც ომის დანაშაულის მუხლი, რომელიც გერმანიასა და მის მოკავშირეებს პასუხისმგებლობას აკისრებდა პირველი მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანისთვის და რომელიც შემდეგ გერმანიაში ეროვნულ დამცირებად აღიქვეს. აქ ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის აღნიშვნაც, რომ არის განსხვავება სამართლებრივ მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ აღქმას შორის. 251 მუხლი, რომელიც ახსენე, ფორმალურად დაკავშირებული იყო რეპარაციების საკითხთან. იგი ქმნიდა პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს, ხოლო გერმანელების უმეტესობამ იგი მთელი ერისთვის ომის ბრალდების დაკისრებად აღიქვა. აი სწორედ ამით დოკუმენტი იქცა მეხსიერებად. საფრანგეთში ვერსალის ზავი ბევრისთვის იყო მცდელობა, რომ მომავალი ყოფილიყო დაცული, გერმანიაში კი გახდა ეროვნული დამცირების სიმბოლო. ალბათ ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი. თუ ერთი შეთანხმება სხვადასხვა საზოგადოებაში სრულიად განსხვავებულ მეხსიერებას ტოვებს, რამდენად შეიძლება რომ ის გრძელვადიანი სტაბილურობის საწინააღმდეგო გახდეს? ამ ყველაფრის ფონზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯიც ცდილობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბრიტანეთს სურდა, რომ გერმანიას პასუხი ეკო, მაგრამ ამავე დროს ეშინოდა, რომ ზედმეტად დასუსტებული გერმანია ევროპის მომავალ სტაბილურობას აზარალებდა. რადგან გერმანია ბრიტანეთისთვის მხოლოდ ყოფილი მოწინააღმდეგე კი არა, ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო. ანუ ბრიტანეთის დილემა ასე გამოიყურებოდა. როგორ მოვიპოვოთ მშვიდობა ისე, რომ აგრესორი დავსაჯოთ, მაგრამ არ წარმოუშვათ ახალი უკმაყოფილება? აი სწორედ აქ ჩანს ვერსალის მთავარი ტრაგედია. ყველა მხარე ცდილობდა მომავალი ომის თავიდან აცილებას, მაგრამ მათ აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ იმაზე, რა ქმნის უსაფრთხოებას. 4 ლიდერი, 1 მაგიდა, თუმცა ერთი პასუხი არ არსებობდა. ძირითადად ასე ვყვებით ხოლმე ვერსალის ამბავს და როდესაც მას ვიხსენებთ, ხშირად წარმოვიდგენთ სწორედ იმ ერთ მაგიდას, სადაც გამარჯვებულებმა გადაწყვიტეს მომავლის ბედი. თუმცა სანამ ამ მოლაპარაკებების პროცესზე ვისაუბრებდეთ, მოდით თავად ადგილის შესახებ ვთქვათ 2 სიტყვა. იცოდით, რომ ვერსალის ხელშეკრულებას ხელი სწორედ ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწერა? დავიტყოდი, რომ ეს ადგილი სურათს არ შეურჩევიათ შემთხვევით. სწორედ ამ დარბაზში 1871 წლის 18 იანვარს საფრანგეთზე გამოჯვების შემდეგ გერმანიის იმპერიის შექმნა გამოცხადდა. თითქმის 50 წლის შემდეგ კი იმავე სივრცეში გერმანიის წარმომადგენლები უკვე ხელს აწერდნენ ზავს, რომელმაც ომის შემდეგ ევროპის ახალი წესრიგი და განისაზღვრა. ბევრი ისტორიკოსი ალბათ ამიტომაც აღნიშნავს, რომ ამ ადგილს ძლიერი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ადგილი, რომელიც გერმანიის ტრიუმფის სიმბოლო იყო ერთ დროს, 1919 წელს უკვე გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ გადაიქცა. ისტორიაში ზოგჯერ სივრცეც ისეთივე მნიშვნელოვან გზავნილს ატარებს, როგორც თავად დოკუმენტის ტექსტი. ეს თითქოს თავიდანვე გვანიშნებს, რომ ვერსალის ზავი მხოლოდ ხელშეკრულება არ ყოფილა. ის იყო სიმბოლოებიც, მეხსიერებაც და გზავნილებიც. სწორედ ამიტომ რეალური პროცესი ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ერთი მაგიდის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები. რეალური პროცესი მართლაც ბევრად უფრო რთული იყო. პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919 წლის იანვარში დაიწყო და მასში ათობით სახელმწიფო მონაწილეობდა. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული როლი ჰქონდა 4 მთავარ ლიდერს. ამერიკის პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ჟორჟ კლემანსონს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ლოიდ ჯორჯს და იტალიის პრემიერ-მინისტრს ვიტორიო ორლანდოს. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ მხარეს, ანუ გამარჯვებულ მხარეს იდგნენ, მათ შორისაც კი არსებობდა სერიოზული უთანხმოებები. გამოვყოფდი აქ იტალიის პოზიციას, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა იმით, რომ იტალია ერთდროულად გამარჯვებულიც იყო და შეიძლება ითქვას იმერგაცრუებული პარტნიორიც. გეთანხმები, მარიამ, იტალია პირველ მსოფლიო ომში თავიდან ნეიტრალური იყო. თუმცა 1915 წელს მოკავშირეთა მხარეს შეუერთდა ლონდონის საიდუმლო ხელშეკრულების ლონდონის პაქტის საფუძველზე. ამ შეთანხმებით იტალიას ომის შემდეგ გარკვეული ტერიტორიული დაპირებები მიეცა, მათ შორის ადრიატიკის რეგიონებში. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ პარიზის კონფერენციაზე იტალიის მოთხოვნები ხშირად ეჯახებოდა სხვა მოკავშირეების გეგმებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი ეთნიკურ შემადგენლობას და ახალი სახელმწიფოების შექმნას ეხებოდა. მართლაც, მაგალითად, ფიუმეს დღევანდელი რიეკა საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემად იქცა. იტალია მას საკუთარ სტრატეგიულ და ეროვნულ ინტერესებთან აკავშირებდა, მაგრამ უილსონი ეწინააღმდეგებოდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი აზრით თვითგამორკვევის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ორლანდოს გამოცდილება შეიძლება საინტერესო პარადოქსადაც ჩაითვალოს. ზოგჯერ გამარჯვებაც კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ან მხარე კმაყოფილია შედეგით. საერთო ჯამში ვერსალის პირველი წინააღმდეგობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის არ ყოფილა. იგი თავად გამარჯვებულებს შორისაც არსებობდა. ხშირად დიპლომატიაზე საუბრისას გონია, რომ საბოლოო შეთანხმება უბრალოდ კარგი არგუმენტის შედეგია, მაგრამ ისტორიული მოლაპარაკებები ხშირად სხვანაირად მუშაობს. ეს არის ინტერესების, შიშების და შესაძლებლობების შეჯახება ერთმანეთთან. ვერსალში თითოეულ ლიდერს თავისი წითელი ხაზები ჰქონდა. ვილსონისთვის მნიშვნელოვანი იყო ერთალიგა, კლემანსოსთვის საფრანგეთის უსაფრთხოების გარანტიები, ლოიდ ჯორჯისთვის ევროპაში ისეთი ბალანსის შენარჩუნება, რომელიც არც გერმანიის გაძლიერებას დაუშვებდა და მეორეს მხრივ არც მის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. საინტერესოა, თუ ყველა მხარე რაღაც მნიშვნელოვანს იცავს, სად გადის ზღვარი კომპრომისსა და დათმობას შორის? როგორც შენ ახსენე, უილსონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ერთა ლიგის შექმნა. მისთვის ეს იყო მომავლის უსაფრთხოების მთავარი ინსტრუმენტი. მაგრამ ერთა ლიგის იდეის განხორციელებას თავადაც სჭირდებოდა კომპრომისები. მაგალითად, როგორც ვთქვით, უილსონისთვის მნიშვნელოვანი იყო თვითგამორკვევის პრინციპი, იდეა, რომ ხალხებს უნდა ქონოდათ საკუთარი პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება. მაგრამ პრაქტიკაში ჩნდებოდა რთული კითხვები. ვინ ითვლება ხალხად, ყველა ეთნიკურ ჯგუფს უნდა ქონოდათ საკუთარი სახელმწიფო და რა ხდებოდა იმ ხალხებთან, რომლებიც ახალი სახელმწიფოების საზღვრებში რჩებოდნენ. ანუ იდეა შეიძლება უნივერსალური ჩანდეს, მაგრამ მისი რეალიზება ხშირად საკმაოდ რთულია და ალბათ ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი მუდმივი პრობლემა. პრინციპები მარტივია, მაგრამ მათი განხორციელება საკმაოდ რთული. ვერსალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი არის ის, თუ ვინ არ იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში. პირველ რიგში გერმანია. როგორც ვახსენეთ, გერმანია არ მონაწილეობდა იმავე პირობებით, როგორც გამარჯვებული სახელმწიფოები. გერმანიის დელეგაცია პარიზში ჩავიდა უკვე მომზადებულ პირობებთან გასაცნობად და პარა იმისთვის, რომ თანაბრად მიეღო მონაწილეობა ხელშეკრულების დაწერაში. ნამდვილად საინტერესოა, შეიძლება თუ არა მდგრადი შეთანხმება შეიქმნას მაშინ, როცა დამარცხებული მხარე საკუთარ თავს პროცესის მონაწილედ კი არა, პროცესის ობიექტად აღიქვამს. მ, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო კოლონიური სამყარო.
1919 წელს ბევრი ადამიანი იმედოვნებდა, რომ უილსონის თვითგამორკვევის იდეა ყველაზე გავრცელდებოდა, მაგრამ პრაქტიკაში ევროპული კოლონიალური სისტემები არ დასრულებულა. გერმანიის ყოფილი კოლონიები ერთა ლიგის მანდატების სისტემით სხვა სახელმწიფოების ადმინისტრაციაში გადავიდა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია უნივერსალური იდეებისა და არსებულ ძალათა სისტემის ერთმანეთთან შეთავსება. ვერსალის პროცესებში საინტერესოა ისიც, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ხშირად არა დიდ საჯარო გამოსვლებში, არამედ დახურულ შეხვედრებში ყალიბდებოდა. თუ გახსოვთ, წინა ეპიზოდში სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. დღესაც დიპლომატიური მოლაპარაკებების დიდი ნაწილი დერეფნებსა და ფარდებს მიღმა მიმდინარეობს. ფარდობს მიღმა მოლაპარაკებები შეიძლება წინააღმდეგობადაც მოგვეჩვენოს. ერთ მხარეს საუბარი იყო უფრო გამჭვირვალე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაზე, ხოლო მეორე მხარეს თავად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხშირად დახურული დიპლომატიის ფორმით მიმდინარეობდა. მაგრამ დიპლომატიის ისტორიაში ეს მუდმივი დილემაა. საჭიროა თუ არა დახურული სივრცე რთული კომპრომისებისთვის. და თუ კი, როგორ უნდა იგრძნონ პროცესში არ მყოფმა მხარეებმა, რომ შეთანხმება მათ წინააღმდეგ არ შექმნილა? ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. საუბარია დემოკრატიულ პრინციპებზე და ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნაზე, მაგრამ თავად პროცესის მიმდინარეობა ხალხისთვის უმეტესად უცნობია. თუმცა, აქაც საჭიროა კონტექსტი. საერთაშორისო მოლაპარაკებები ხშირად მოითხოვს სივრცეს, სადაც ლიდერებს შეუძლიათ კომპრომისების ძიება პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. დაუბრუნდეთ მოდი ვერსალის მთავარ დილემას. მოკავშირეებს ჰქონდათ ორი რთული ამოცანა, რომლებიც ერთად შესასრულებლად კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. ერთის მხრივ გერმანიისთვის პასუხისმგებლობის აკისრება, ხოლო მეორეს მხრივ ისეთი ევროპის შექმნა, სადაც აღარ განმეორდებოდა მომხდარი და იმ დროისთვის ვიტყვი, რომ პირველ მსოფლიო ომს სულაც არ ქონია ეს ნომერი მინიჭებული. ისტორიაში მაშინ ჩაიწერა როგორც დიდი ომი, რადგან არავინ ელოდებოდა და იმედი ჰქონდა ყველას, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი. ეს ორი მიზანი მართლაც არ იყო თანხმეტრაში. თუ პირობები ძალიან რბილი იქნებოდა, შეიძლებოდა საფრანგეთსა და სხვა მოკავშირეებს ეგრძნოთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდათ. თუ პირობები ძალიან მკაცრი იქნებოდა, შეიძლებოდა გაჩენილიყო უკმაყოფილება და პოლიტიკური არასტაბილურობა. აი ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი, რომელიც ბრიტანეთის დელეგაციასთან მუშაობდა, სწორედ ამ საკითხზე იმ დროს ამახვილებდა ყურადღებას თავის 1919 წლის ნაშრომში „მშვიდობის ეკონომიკური შედეგები“. იგი აკრიტიკებდა ხელშეკრულების ეკონომიკურ შედეგებს და ფიქრობდა, რომ ევროპის აღდგენას ეს პირობები საკმაოდ სერიოზულად გაართულებდა. თუმცა, მარიამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსებს შორის შეფასებები განსხვავდება. ზოგი მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი ვერსალის პირობებმა გერმანიაში უკმაყოფილების გაძლიერებას. სხვაები კი აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორი იყო და შემდგომი მოვლენები მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზეზების შედეგი გახდა. შესაბამისად, ისტორიული ანალიზი არ ცდილობს ერთი მიზეზის გამორკვევას, ის ცდილობს გაიგოს, როგორ ურთიერთქმედებდა ერთმანეთთან სხვადასხვა ფაქტორები. მეორე მხრივ, თანამედროვე ისტორიკოსები, მათ შორის მარგარეტ მაკმილანი, ზარა შტეინერი და სალი მარქსი, ვერსალს ბევრად უფრო კომპლექსურად განიხილავენ. მათი ნაშრომები გვახსენებს, რომ ხელშეკრულება არ ყოფილა ერთი ადამიანის ან ერთი გადაწყვეტილების შედეგი. ის სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგობრივი ინტერესებისა და რთული კომპრომისების პროდუქტი იყო. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ არ ახსოვთ, როცა მას ხელს აწერენ. ის შემდეგ ადამიანების მეხსიერებაში რჩება. და სწორედ აქ ვერსალი იქცევა დიპლომატიური დოკუმენტიდან ისტორიულ სიმბოლოდ. ერთი ქვეყნისთვის უსაფრთხოების დამყარების პირობად,
მეორისთვის დამცირების გამოცდილებად, ხოლო სხვებისთვის ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნის პირველ მცდელობად. აქ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იქცა ვერსალი კოლექტიური მეხსიერების ნაწილად და როგორ იმოქმედა ამ მეხსიერებამ მე-20 საუკუნის პოლიტიკაზე. ხელშეკრულებები არ მთავრდება ხელმოწერით. ისინი აგრძელებენ არსებობას ადამიანების მეხსიერებაში, პოლიტიკაში და საზოგადოებრივ აღქმაში. აქ უკვე ვერსალი აღარ არის მხოლოდ 1919 წლის დიპლომატიური მოვლენა, ის ხდება სიმბოლო. ხშირად გონია, რომ საერთაშორისო შეთანხმებების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ხელმოწერის დღეა. თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ დოკუმენტის შემდეგ იწყება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. რადგან ხელშეკრულებები მხოლოდ იურიდიული ტექსტები არ არის, მათ ადამიანები სხვადასხვანაირად იმახსოვრებენ. ვერსალის შემთხვევა სწორედ ამის მკაფიო მაგალითია. საფრანგეთში ვერსალი თავდაპირველად ძირითადად აღიქმებოდა როგორც ომის შემდეგ მიღებული პასუხი. ქვეყანა მიაღწია იმ მიზეზების ნაწილს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ესენია გერმანიის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა, უსაფრთხოების გარანტიების ძებნა, ომის შედეგების სამართლებრივი და პოლიტიკური დაფიქსირება. მაგრამ მოდი ერთ რამეს დავამატებ კიდე. ვერსალი საფრანგეთისთვის არ ნიშნავდა იმას, რომ ყველა პრობლემა დასრულდა, საფრანგეთის უსაფრთხოების შიში არ გაქრა. შემდეგ წლებში საფრანგეთი კვლავ ცდილობდა ისეთ სისტემის შექმნას, რომელიც გერმანიის შესაძლო გაძლიერებას შეაკავებდა. გამოდის გამარჯვებულ მხარესაც კი არ ჰქონდა სრული განცდა, რომ სტაბილური მომავალი გარანტირებული იყო. რაც შეეხება დამარცხებულ მხარეს, აქ კიდევ იკვეთება საინტერესო განსხვავება. ერთი რამ არის რა ეწერა ხელშეკრულებაში, ხოლო მეორე როგორ გაიგო და აღიქვა საზოგადოებამ და საბოლოო ჯამში სადამდე მივიდა უკმაყოფილების ესტალვა. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ვერსალის ზავით უკმაყოფილება არ იყო ერთადერთი მიზეზი, რომელმაც გერმანიის მომავალი განსაზღვრა. მე-20 საუკუნის გერმანიის ისტორია ბევრად უფრო რთულია და მოიცავს ეკონომიკურ კრიზისებს, ვაიმარის რესპუბლიკის შიდა პრობლემებს, პოლიტიკური რადიკალიზაციის ზრდას და ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ნაცისტური მოძრაობის იდეოლოგიის ჩამოყალიბებას და პოლიტიკურ სტრატეგიაც მნიშვნელოვანია. თუმცა ვერსალის თემა ნამდვილად გახდა შემდგომში ის ნარატივი, ასე ვთქვათ, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შემდეგ წლებში საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა. მაგრამ ვერსალმა დაუდო საფუძველი მეორე მსოფლიო ომს. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო თუ არა ვერსალის ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის პირდაპირ მიზეზი. ისტორიკოსები დღეს უფრო მოზომილ პასუხს გვთავაზობენ. ვერსალის ხელშეკრულება მართლაც წარმოქმნა უკმაყოფილების ზოგიერთი წყარო, განსაკუთრებით გერმანიაში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის წარმოშობა მხოლოდ ერთ დოკუმენტს ვერ მიეწერება. იგივე მარგარეტ მაკმილანი თავის ნაშრომში „პარიზი 1919“ ხელს უსვამს, რომ პარიზის გადაწყვეტილებები მიიღებოდა უკიდურესად რთულ პირობებში. ომის შემდეგ, როცა სხვადასხვა ქვეყნის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი ინტერესები ერთმანეთს ეჯახებოდა. ხოლო კეინსის კრიტიკა გვაჩვენებს, რომ უკვე 1919 წელს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც შიშობდნენ, რომ მშვიდობის ეკონომიკური პირობები მომავალ პრობლემებს შექმნიდა. ოღონდ ისტორიული ანალიზი არ ნიშნავს მხოლოდ იმ კითხვაზე პასუხისძიებას, თუ ვინ იყო დამნაშავე. აქ უფრო საინტერესოა, რა არჩევანი ჰქონდათ ადამიანებს იმ მომენტში და საბოლოოდ რა შედეგები მოჰყვა მათ არჩევანს. ვერსალს ხშირად ვუყურებთ როგორც ისტორიის გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის, მაგრამ რაც უფრო ვუღრმავდებით საკითხს, სურათი გაცილებით კომპლექსური ხდება.
სწორედ ასეა, ანა, თითქოს ყველა ერთსა და იმავე ხელშეკრულებას აწერს ხელს, მაგრამ თითოეულ ქვეყანას სულ სხვა ისტორია რჩება. აი, თუნდაც იგივე იტალია, ფორმალურად ის გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის იყო, როგორც ვახსენეთ, მაგრამ ომის შემდეგ იტალიაში ფართოდ გავრცელდა ხალხში ის განცდა, რომ გამარჯვებამ ის შედეგი არ მოიტანა, რასაც ელოდნენ. ამ განწყობას მაშინვე უწოდეს, ასე ვთქვათ, ვიქტორია მუტილატა, იგივე დასახიჩრებული გამარჯვება. საინტერესო პარადოქსია რა. ერთი მხარე თავს დაჯილად თვლის, მეორე ფიქრობს, რომ თავს იცავდა, მესამე კი თვლის, რომ გამარჯვების მიუხედავად ვერ მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა. სწორედ აქ ჩანს, რომ ვერსალის ისტორია არ არის მხოლოდ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ამბავი. ეს არის მოლოდინების ისტორია. იმის თუ რა იმედი ჰქონდა თითოეულ ქვეყანას ომის დასრულებისთვის და რა დახვდა საბოლოოდ ყოველ მათგანს ხელშეკრულების ტექსტში. შესაძლოა ეს ვერსალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილიც იყოს. ერთი და იგივე შეთანხმება შეიძლება ერთდროულად აღიქმებოდეს როგორც სამართლიანობა, როგორც უსამართლობა და როგორც არასრულყოფილი გამარჯვებაც. ამიტომაცაა, რომ დიპლომატიაში მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა წერია შეთანხმებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მოლოდინით მიდის თითოეული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან და შემდეგ უკვე რა ისტორიით ბრუნდება იქიდან. ვერსალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არის არამხოლოდ მისი კონკრეტული პირობები, ეს არის კითხვები, რომელიც მან დატოვა, როგორ უნდა მოექცე დამარცხებულ სახელმწიფოს, როგორ უნდა დააბალანსოს სამართლიანობა და სტაბილურობა, შეიძლება თუ არა მშვიდობა შეიქმნას, თუ ყველა მხარემ საკუთარ ისტორიაში განსხვავებულად ხედავს. ამ თვალით თუ შევხედავთ, ვერსალს ვეღარ ვუწოდებთ მხოლოდ 1919 წლის ისტორიას და ვერ დავშოვთ იქ წერტილს. ის აღმოჩნდება, რომ ყოფილა დიპლომატიის მუდმივი პრობლემა. როგორ შექმნა წესრიგი სამყაროში, სადაც სახელმწიფოებს განსხვავებული შიშები, ინტერესები და მეხსიერებაც კი აქვთ. ვერსალი არ არის ისტორია მხოლოდ იმის შესახებ, თუ ვინ მოიგო ან ვინ წააგო. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელშიც ყველა მხარე საკუთარ მომავალს ხედავს. ეს შეთანხმება ხშირად გვახსოვს მოვლენად, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი დაასრულა. თუმცა შესაძლოა მისი ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ გვაჩვენებს, რომ მშვიდობის ხელმოწერა არ ნიშნავს მშვიდობის მიღწევას. რადგან მშვიდობა მხოლოდ დოკუმენტი არ არის. მისი თანმდევი ეფექტია თუ როგორ აღიქვამენ მას ადამიანები, როგორ იმახსოვრებენ და როგორ მოქმედებს ეს მეხსიერება მომავალზე. ამიტომაც ითვლება ვერსალის ზავი დიპლომატის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გაკვეთილად. ვერსალის ისტორია ითვლება, რომ ერთი საუკუნის წინ დასრულდა. თუმცა ევანდელობაში ჯერ კიდევ შემოხრჩა მისგან დარჩენილი კვალი. არა იმიტომ, რომ ისტორია იგივენაირად ვითარდება, არამედ იმიტომ, რომ დიპლომატიის ზოგიერთი დილემა მუდმივია. როგორ უნდა შეიქმნას მშვიდობა ომის შემდეგ? თუ გამარჯვებული მხარე მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს, შეიძლება დამარცხებულ მხარეს გაუჩნდეს განცდა, რომ მომავალი მისთვის არ იწერება. მაგრამ თუ დამარცხებულ მხარეს პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრება, შეიძლება დაზარალებულმა მხარეებმა იგრძნონ, რომ სამართლიანობა არ აღდგარა. ამით დავასრულებთ დღევანდელ ჩვენს ეპიზოდს. იმედია, გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ ერთი ამბის სხვადასხვა მხარეზე. საინტერესოა თქვენ როგორ შეხედავდით ისტორიულ ჭრილში ამ მნიშვნელოვან მოვლენას. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში.
მადლობას გიხდით ჩვენთან ყოფნისთვის. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და თვალი ადევნეთ ჩვენს არხს, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ რევოლუციის გლობალურ სივრცეში.